კოლეგებო, კონომი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. ჩვენ წარმოდგენილი არის უსაფრთხოების სამსახურის უფროს მაღლა დინარაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, რომელიც განიხილა კომიტეტმა. შემდეგ ახალ განსახილველი საკითხები საზღვაო კოდექსში იცვლება, პირველი მოსმენად დაჩქარებული აქვს. იქნება ეს პროექტი, საბიუჯეტო კოდექსში იცვლება მესამე მოსმენით, ადმინისტრაციული სამართალდაღუათებათა კოდექსში იცვლება მესამე მოსმენით, განვითარების ფონდის შესახებ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება მესამე მოსმენით, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ საჯულაძის ინტერპელაცია, როგორც იცით, ფრაქცია საქართველოსთვის მიერ არის მოთხოვნილი ინტერპელაცია, რომელიც შედგება 4 შაბათს 12 საათზე, მინისტრთან ჰქონდა კომუნიკაცია ამ საკითხზე, ასევე 4 შაბათს 12 საათზე სტომას თვითონ დავიწყებთ ინტერპელაციით. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ მე-5 ცვლილება. საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და საგარეო სავალდებულო დასკვნისთვის. ბატონო, შემდეგი გახლავთ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი, წამყვანი სავალდებულო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ბატონო, ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილება. აქ დაჩქარებული წესით მოთხოვნა გარემოს დაცვის კომიტეტი, წამყვანი სავალდებულო საფინანსო აქაც ბიუჯეტიდან ხარჯების ბატონო, მთავრობის სტრუქტურის დაჩქარებულზე გადაწყვეტილება. წინა დაჩქარებული კი ბატონო, გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა. შემდეგი გახლავთ მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმეების წესის შესახებ განხილვა. ეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა. ბატონო, გთხოვთ აქაც ხარდაჭერას. მადლობა. საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონში ცვლილება. აქაც დაჩქარებული წესით მოთხოვნა ეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი და საფინანსო სავალდებულო დასკვნისთვის. შეიძლება ბატონო შალვა, ეს დაჩქარებული წესით არის ეს ცვლილება და თუ არის შესაძლებელი რომ მხარი დაუჭიროთ ამ საკითხის მხოლოდ წამყვან კომიტეტში განხილვას დღეს და მაგ შემთხვევაში ხვალ უკვე გამოვიდოდა სესიაზე. კი ბატონო, კარგი, გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ასახულია უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საკითხი. კენჭისახალ საკითხებში გვაქვს ჩვენ ვადების მეორე, მესამე საკითხი გახლავთ ვადებთან დაკავშირებით, გთხოვთ ხარდაჭერას, რომ გახანგრძლივდეს ვადები, მადლობთ. და დასამტკიცებელი გვაქვს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფში წარდგენა ქალბატონი მაია ბითაძის, აქაც გთხოვთ ხარდაჭერას, მადლობთ. ცნობად ვიღებთ ქართული ოცნების მომართვას ფრაქციის წევრის ლიკა შარტავას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან გასვლისა და კულტურის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. ასევე ცნობად ვიღებთ ფრაქცია ქართული ოცნების მომართვას ფრაქციის წევრის თორნიკე ფაღავას საპროცედურო საკითხთა კომიტეტიდან გასვლისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. სხვა საკითხები თუ არ არის, ზოგადად გეტყვით განრიგს მიმდინარე სასიო კვირის არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, კოლეგებო, სავარაუდოდ დაგჭირდება მხოლოდ 2 დღე, სამშაბათი და 4 შაბათი, როგორც გითხარით, არის დაჩქარებული კანონპროექტები, ასევე ინტერპელაცია, რომელიც 4 შაბათს შედგება და ვფიქრობ, რომ 2 დღე იქნება საკმარისი პლენარული სხდომებისთვის. ბიურო ხვალ 12-ს უნდა აგდოთ 15 წუთი. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს უნდა დახურული.